ბევრისთვის კარგად ნაცნობი ოთახი, რომელიც ახლა ყვითელტონშია გადაწყვეტილი 1973 წლის 6 სექტემბერს ხასხასა მწვანე ფერის იყო და მისი არსებობის შესახებ მხოლოდ ოჯახის წევრებმა იცოდნენ. როგორც ახლა არის აი ყვითელი ნაჭერი გაკეთებული, ისე ეს მწვანე ფერის იყო ეს ოთახი. ჩვენ როდესაც ვამოვდით რამე ნივთი გამოიტანეს სად არის, მწვანე ოთახში დევს და ჩვენთვის ყველაზე ცნობილი იყო, რომ ჩვენ სახლში არის მწვანე ოთახი. მეორე იყო თეთრი ოთახი, მწვანე ოთახი და აი ამით ვარჩევდით. სანამ მწვანე ოთახს ფართო საზოგადოებაც გაარჩევდა სხვა ჯგუფებისაგან, არც ისე მცირე დრო გავიდა. აჩიკო გულედანი წესიერი, ნიჭიერი და ჩვეულებრივი ბავშვი იყო ერთი შეხედვით. თემა ჰქონდა აჩიკოს დასაწერი თევზაობა. და აი ნახეთ აჩიკომ რა დაწერა. არც გაკიცხოთ, უბრალოდ გვაჩვენა მასწავლებელმა, რომ აჩიკო მოემზადა სათევზაოდ ამ თემაზე, ჭიაღელები მოამზადა, ანკესი, ყველაფერი წავიდა სათევზაოდ და გზაში ბუჩქებში გაიგონა რაღაც ფაჩუნი. ბუჩქების ქვეშ შეიხედა, აი კურდღელია, გამოიკიდა და დაიჭირა კურდღელი და მოიყვანა. აი ესე დამთავრდა მისი თემა თევზაობა. ერთადერთი რაზეც ჰქონდა ხოლმე ყოველთვის კონფლიქტი, ეს იყო რაც ძალიან სასაცილო ეს არ იყო არასდროს არც ნივთი, ეს იყო ან წაკითხვა, ვინ წაიკითხავს პირველი ამ წიგნს და ამის გამო სკოლაში პარავდით მიქონდა ჩანთაშვიდებდით და ვისაც ჰქონდა ის კითხულობდა მხოლოდ და ეს იყო გადართვა ტელევიზორს ჩემი ძმა მუდმივად ფეხბურთს უყურებდა ალბათ არ ვიცი 4 წლის ასაკიდან. თავისებური ხედვის და ფეხბურთის სიყვარულის გარდა მას განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭი და სმენა ჰქონდა. ამიტომ მუსიკალურ შვიდწლეთში აჩიკო პირდაპირ მეორე კლასში დასვეს. თუმცა აქ მან მხოლოდ 2 წელი ისწავლა. აჩიკო ხშირად იცვლიდა საშუალო სამანათლებლო სკოლებსაც. იმ სიტუაციაში, იმ ვაკუუმში, რაც მაშინ ჩვენ სამშობლოში ხდებოდა ის კომუნისტური რაღაც ვითომ რეჟიმი, აბსურდი, უცბად გამოჩნდა მართლა გრძნობაზე და სიმართლეზე აგებული რაღაც აურა, სადაც ჩვენ გავიზარდით და ეს იყო მე-6 სკოლა. აჩიკო გულედანი, ნიაზ დიასამიძე, ჩვენ ერთი კლასელები ვართ. ის ყველა სკოლიდან რაღაც დადებიც იძენდა. აჩიკო გავიცანი სკოლაში, სკოლის გუნდში, როდესაც მასწავლებელი ყავდა კოტე მშვიდობაძე, რომელიც გაგვაცნო მთლიანად მთელი შემადგენლობა ჯენერალსის. პრინციპში აჩიკო იყო, მე ვიყავი მე-4 კლასში, არა, უბრალოდ მე ვიყავი უკვე მე-6 კლასში, აჩიკო იყო მაშინ მე-4-ში. და მოვიდა ჩვენ გუნდში, ჩვენი გუნდი უკვე 2 წელს ჩამოყალიბებული იყო. საკმაოდ კარგი გუნდი იყო, საირმულა ერქვა და ოლიმპიადებზე ვიღებდით პირველ ადგილს სულ. სკოლა ისე დავამთავრეთ, რომ მე მაგალითად არასდროს არ მეგონა, რომ ნიაზი ან აჩიკო მუსიკოსები იქნებოდნენ. გავიდა წლები და მე შემთხვევით გავიგე, რომ თურმე ხელოვნებაში მე ჩემთანაც კი ხა გიტარა მიყვარდა, მუსიკა მიყვარდა. ერთად ჩვენ არაფერი მუსიკალური არ გაგვიკეთებია. ფეხბურთი გვითამაშია, კი ბატონო. შატალოზე წავსულ ვართ. დაგვილევია იქ ჩუმად ბუფეტში. ჯიბეში რო გიდევს, ხო იცი კონიაკი, ეგეთი რაღაცა. ხო და სკოლის პერიოდიდან ძალიან ბევრი გასახსენებელი მაქვს, მაგრამ ისეთი აი ბავშვური, ქუჩური. აჩიკოს მუსიკოსობა 4 ინგლისელმა ლეგენდარულმა ბიჭმა გადააწყვეტინა. კომირი იყო ის ჯგუფი, რომელსაც ბიტლსების ჯგუფი ეს იყო და მახსოვს ის ერთ გარკვეული პერიოდი ჩვენ იმ ოთახში სტენდიც ჰქონდა გაკეთებული, სადაც ეს 4-ვე სხვადასხვა ეს რაც სურათი იყო და რაც გამოდიოდა, აგროვებდა და ეს კედლებზე ჰქონდა გაკრული. ჩვენმა ბიძაშვილმა აჩუქა ფირფიტა ბიტლების, რომელზედაც იყო ბიტლების ტექსტები უკან. აი ამ ფირფიტით, ამ ტექსტებით გადმოწერილი ფურცელზე საკლასოვეულიდან გადმოწერილი ნოტებით და შეთ რაღაც მაჩვენებლებით და მეზობლის გიტარით ისწავლა დაკვრა. და ამითი პრინციპში და მე უკვე ჩემი კლასელები გოგოები უკრავდნენ ესე გოგოების დონეზე და უკვე რომ ნახე რომ აინტერესებდა მე იმათ ვეკითხებოდი და ჩავიწერე ბოლომდე ეს რაღაცა აუცილებელი 12 აკორდი და ნუ რაღაც ამ დონეზე სწავლობდა თავიდან. თავიდან აჩიკომ დაკვრა იცოდა რაღაც აკორდები, პრინციპში თვითონ არჩევდა ხოლმე ბიტლზის სიმღერებს, ნოტების წერა რა თქმა უნდა არ იცოდა, არც წერა, არც კითხვა.
და არც ერთმა არ იცოდა პრინციპი ჩემს გარდა, იმიტომ რომ მე ვსწავლობდი მხოლოდ მუსიკალურ სკოლაში და მე ლევან ბარათაშვილმა იცოდა, იმიტომ რომ დედა ყავს მუსიკის მასწავლებელი და ასეთ ისე რაღაც იმენად იცოდა. ხო და ნელა ისწავლა აჩიკომ დაკვრა პრინციპი რაც მაშინ ჭირდებოდა იმას უკრავდა ახერხებდა სოლო გიტარისტობაზე არასოდეს არ იწევოდა მაშინ აჩიკო მოვიდა ანსამბლში მაგრამ მოვიდა როგორ ესე იგი თურმე ისიც ოცნებობდა ანსამბლში დაკვრაზე სასტიკი ბიტლომანი იყო იმ პერიოდში ჩვენ უკვე სხვა მუსიკასაც უსმენდით სხვა ჯგუფებს უსმენდით აჩიკო არა მხოლოდ ბიტლზი დაგცინოდა იმაზე რომ სხვა მუსიკას უსმენდით ну, რა თქმა უნდა, თვლია რომ ბიტლზი ყველაზე დიდი ჯგუფია და ყველაზე კარგი. ხო და აჩიკომ უთხრა თავის იმის შესახებ რომ გიტარაზე უკრავდა, საერთოდ არ ვიცოდით. და უთხრა ალეკოს რომ გიტარაზე უკრავდა, სიმღერების დაწერის მცდელობაც მაქვსო და ალეკომ ასე ვთქვათ მოიყვანა ლევანთან აჩიკო და შეგვთავაზა მისი თავიო. აი აჩიკო დაუკრავს ჩვენთან. თავიდან ცოტა ისე შევხედეთ, იმიტომ რომ ეს ჯერ ესეთი უმცროსია ჩვენზე ყველაზე და რაღაც ისეთი სიტუაცია იყო, მაგრამ როგორც კი ესე იგი დაუკრა ჩვენთან ერთად, იმით ასე მივხვდით, რომ ძალიან კარგად შევეწყებოდით და ჩაჯდებოდა ანსამბლის სახეში. თოთერთმეტი 92 წელი იყო ზუსტად ამახსოვს ზაფხულში უცბად გადავწყვიტეთ სოლო კონცერტის გაკეთება ფილარმონიაში. ძალიან გავთავხედით, ასე ვთქვათ, და გავაკეთეთ კიდევაც, სადაც 1500 კაცი მაინც მოვიდა. გაგვიკვირდა, ისეთი რაღაც რეკლამა გავაკეთეთ ისეთი რომელიც აქამდე არავის არ გავუკეთებთ. ნამდვილი როკის მოყვარული. მაშასე ქართული ანდერგრაუნდის წარმომადგენლების სცენაზე. Double Cross, Royal Way, Mysteria, Limousine, General. ზუსტად 16 საათზე ფილარმონიას როკი და როკმენები დაიპყრობენ. ბილეთის ფასი 350 მაინც ან კუპონი. მაშასე 25 მაისს 16 საათზე თქვენ გელით როკი. ამ დროისთვის აჩიკომ სერიოზულად მოკიდა ხელი სერიოზული მუსიკის შესწავლას. მაშინ უკრავდა გიტარაზე, ეხლა ვერ ვიტყვი რომ ისე, იმიტომ რომ იცოდა თან საკმაოდ იცოდა ასე ვთქვა. პრინციპში მაგანაც უფრო გაადვილა რა მუშაობა. იმიტომ რომ სად ეხა ადამიანი რომელსაც საერთოდ არაფერი არ იცი და სად რომელსაც რაღაცა ბაზა აქვს. მაგრამ რადგან ეხა სხვა მუსიკასთან იყო დაკავშირებული, ამიტომ ის ბაზა პრინციპში საკმარისი არ აღმოჩნდა. ამიტომ აქედან გამომდინარე უკვე მოკიდა თვითონ სერიოზულად ხელი ამ მუსიკასთან. თუ რაღაც პრეტენზია გაქვთ სერიოზულ მუსიკაზე და ინსტრუმენტალიზმზე, ამიტომ გინა თუ არ გინა ჯაზთან მოგიწევ შეხება ვარიანტი არ არის სხვანაირად, იმიტომ რომ თვითონ ელემენტები არის ისეთი ჯაზში, რომ მაგ ელემენტების გარეშე იმპროვიზაცია სერიოზულ მუსიკასთან მაგის გარეშე მიდგომა არ არსებობს. კოლეჯში არსებობს ორი ეტაპი. კოლეჯში კი არა, ხელოვნების აკადემიაში. ქვედა პირველ საწყისი დამწყები ეტაპი კოლეჯი და უმაღლესი ეტაპი. აჩიკო, ნუ აღმოჩნდა ამდენადვე ნიჭიერი, რომ მისთვის არ იყო საჭირო, ესე იგი მოსამზადებითი 2 წლის გავლა და პირდაპირ იყო მიღებული მესამე კურსზე. ისწავლა ნაყოფიერად ჩემის აზრით, იმიტომ რომ იშვიათი გიტარისტი არსებობს ჩვენთან, ვისაც შეუძლია ინსტრუმენტთან მისვლა, მე ვგულისხმობ ამ შემთხვევაში ფორტეპიანოს და დაკვრა გართულებული ჰარმონიის, თავისი ბანით, რითმული გაფორმებით, რაც ახერხებს აი სწავლის შედეგად აჩიკო. თანამედროვე ხელოვნების აკადემიაში აჩიკომ ის ხალხი გაიცნა, რომლებმაც მის მუსიკალურ კარიერაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს. მწვანე ოთახის წევრები 3 თვე უკრავდნენ. უსახელოდ. სად არის მზე გვაქვს ეს სიმღერა? და უკვე რომ დაიწერა და ჩაიწერა ეს სიმღერა. პირველი სიმღერა ჩვენი ჩაწერილი. უცებ მივხვდით რომ ჯგუფს სახელი არ ქონდა რა და გადავწყვიტეთ რომ დაგვერქვა რა და დაახლოებით 1 თვე ვფიქრობდით მაგ საკითხზე რა. მე რა უცებ აჩიკოს დაებადა ასე რომ მწვანე ოთახი.
იმიტომ რომ სახში აქვს თვითონ მწვანე ოთახი. ჯგუფის ყველა წევრს განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა მუსიკისადმი. მე რომ მუსიკაზე შევედი, პირველ კლასში ვიყავი 3 წლის. 3 წლის ვიყავი და ესე უკრავდი. ესე უკრავდი დაახლოებით და შემნიშნეს რა ოჯახმა რომ წვალობდი უბრალოდ. მე მეყვანეს და ეგრევე მიმიღეს რა. რა ვიცი, მაგის მე დავამთავრე 10 წლეთი, ძალიან ადრეულ ასაკში რა. და მე უკვე ჩავაბარე აკადემიაში. 14-15 წლის ვიყავი, მანამდე უკრავდი გიტარაზე რა, ეჭვოლებდა რაღაც აკორდები, რაღაცები, სიმღერები, მაგრამ შემდეგ სიმღერას შევეშვი და ვიხდი რომ ეგ არაა ჩემი საქმე. მე მოხდა რომ გადავედი ბასზე, იმიტომ რომ ძველ ჯგუფში სულ პირველად რა, აი საიდანაც ჩამოყალიბდა და შემდეგ ჯგუფი ინსაიდი გაჩნდა ეს პრობლემა რომ ბასისტი აღარ იყო, წავიდა რაღაც პრობლემები იყო და ბასისტმა დატოვა ჯგუფი და წავიდა, აღარ უკრავდა და პრინციპში ერთ-ერთი ვიყავი მე იმ მომენტში, ვინც დაუკრავდა ალბათ რა, იმიტომ სხვა არც ადამიანი არსებობდა, არც დამკველი და არაფერი და აი მაგ პერიოდში მოხდა ჩემი და ბასის დაკონტაქტება, ასე ვთქვათ. მამაჩემს ადრე ალბათ დიდი ჯგუფი იყო, ხალხური ცეკვებიც, საესტრადო ნომრებიც და ბევრი რაღაცა დიდი ჯგუფი იყო. დავყვებოდი ხოლმე გასტროლებზე და ალბათ იქიდან რატომ მაინდამაც ეს ბარაბანი ზუსტად ვერ გეტყვით რაღაცნაირად დავჯექი დაუკარი მომეწონა და მე ისეთი საწამლავი ეს კაი გაგებით რომ მე ვეღარ ცილდები. აჩიკოს ვიცნობდი მე თავიდან. ადრე მუსიკალური წრეებიდან ვიცნობდი. და შემდეგ მოხდა ისე რომ სტუდია რო გავაკეთეთ, ვეძებდით ჯგუფს, რომელიც აყვანას გინოდა შემდეგ პროდიუსერების მიზნით. და ამავე დროს ჩვენი სტუდია რუსთავი ორთან ერთად ნატა ამაღლობელის ლაივებს ვაკეთებდით. ანუ ღამის კურიერის ლაივებს. და იქ მოდიოდნენ ბევრი ჯგუფები, ვიწერდით ამ ლაივებს და შემდეგ უშვებდნენ კურიერში. და ერთ-ერთი იყო მწვანე ოთახი. თვითონ აჩიკო მოიტანა დისკი და გითხრა რომ აი ერთი სიმღერა ქონდა ჩაწერილი. და გავაკეთოთ ეგ ლაივები. ჩვენც მოусმინე ატამას მოусმინა და გავაკეთეთ ლაივი. თავარი როგორ მიაწოდებ ამას მსმენელს და გამყიდველს. თუ მიაწოდე ისე რომ ეს არის ჯაზი და ჯაზი რაი აქცენტი შეიძლება შეაშინო, მაგრამ თუ მიაწოდე კომერციულად ლამაზად შეფუთული და კარგად გაკეთებული იყიდეს და იყიდეს კიდევაც და ეს მისები თუნდაც მისები მაგის მაგალითად გამოდგება. ეს სიმღერაც მაგს ბევრი ფიქრი და იმაზე არ დაგვიწყია რომ რომელზე გადავიღო კლიპი. კლიპი უნდა გადაიღო იმაზე, იმ სიმღერაზე, რომელიც ყველაზე კარგად გაყიდეს ალბომს. ზაფხულში გამოვიდა ჩვენი ალბომი. მწვანე ოთახის და სოფი ჯერის ალბომი და ერთად გამოვიდა. არა, ჩვენი მეგობრებმა. ვახტანგურია. არა, ვახტანგურია. ტურის განმავლობაში ჩვენ ვარჩევდით ყოველ კონცერტს. ხდებოდით ერთად და ვარჩევდით ჩვენს და მათ გამოსვლასაც. პირველ კონცერტზე ძალიან შეზღუდულები იყვნენ, დაძაბულები იყვნენ. შესაბამისად ეს მოქმედებს ის ემოცია რაც გაქვს სცენაზე, ის გადადის დარბაზში და შესაბამის პასუხისმგებლობ აუდიტორიისგან, ხო, მსმენელისგან. შენ თუ დაძაბული ხარ, ისიც იძაბება და შენ თუ მოდუნებული ხარ, ისიც მოდუნებულია. და პირიქით. მესამე კონცერტი იყო აბსოლუტურად განსხვავებული. იმიტომ რომ ის რაზეც ჩვენ წინა დღეებში ვლაპარაკობდით, აჩიკომ ზუსტად აჩიკო შეეცადა ზუსტად გამოესწორებინა. არა მარტო აჩიკო, იგივე გოგოებიც და ყველა მათგანმა ეს თავის მინუსი კარგად დაინახა და მაქსიმალურად შეეცადა გამოესწორებინა. ჯგუფი მუშაობს უკვე არსებულის გაუმჯობესებაზე და ახალი მუსიკალური პროდუქციის შექმნაზეც.
როგორ? ამ ყვავილს რა. ხო რა. აი ამ ეს არის просто იფრენენ. ერთი ყვავილი რომ გადაეცემა, ეს არის просто ობიექტივი. ერთი ობიექტივი და სხვადასხვა ფერები დავასხათ რა. რაც შეეხება კლიპს, ნახევრად ანიმაციურ, ნახევრად სამგაზობელებიან გრაფიკაში კეთდება, არ არის რაღაცა ვერ გეტყვით, რომ აი ეს იქნება ის, რომ ხალხი გაგიჟდება და ვაი და უი, მაგრამ იქნება ძალიან თვითყოფადი, ძალიან ისეთი, როგორც საქართველოში არ გაკეთებულა ტექნიკური თვალსაზრისით და საკმაოდ ჩემი აზრით ვიზუალური სახასიათო და არა ღრმა ფილოსოფიური რაღაც აი იდიოტური არაფრის მთქმელი ის რო არის რა სტილი არსებობს რა ეგეთი რაღაც არაფერი ეგეთი ძალიან ჩვეულებრივი საყურებელი სახალისო გარკვეულწილად ინფორმაციულიც კლიპი იქნება ლამაზი კლიპი იქნება რა და შერწყმული იქნება მწვანე ოთახის ძალიან რა ვიცი ისე კარგ მუსიკასთან ბუნებრივად ჩემი აზრით იწერება ახალი ალბომით ქართული ყურისთვის უცნაური ჟღერადობით თუ მიხვეპი ვირტუალურ გზას თავიდან ვერ ნახატია ნამდვილს მაგრა გავს მონიტორზე ამოსული მზე ცაზე ისე ვისედევს ქსელში აღარ დაიკარგა გთხოვ ჩქარათარე მახლავდება shutdown-ის დრო მალე დარემ შუქი აღვა ფრეს აკუმულირებულ მწვანე ოთახი არაპირებს იმ ადგილით დაკმაყოფილებას, რომელიც მან ქართულ შოუ-ბიზნესში დაიკავა. ისინი მუშაობენ და საინტერესო სიახლეებს პირდებიან მსმენელს.